გამარჯობა. ეთერშია გადაცემა 3 წიდან იწყება. დღევანდელ გადაცემაში ჩვენ ვისაუბრებთ მოციქულთა და მოწამეთა ღვაწლზე. პირდაპირ ასეთი შეკითხვით მინდა დავიწყო. თუ ჩვენ ვამბობთ და ხშირად გვსმენია, რომ მოციქულები იყვნენ ქრისტეს მეგობრები. სულ რაღაცნაირად პროტესტის შეგრძნება მიჩნდება ხოლმე მეს როგორც რიგით ერთ ადამიანს, რატომ დაჭირდა ქრისტეს, რომ თავისი მეგობრები, მოციქულები გაემეტებინა მოწამეობრივი აღსასრულისთვის? პირველ რიგში ალბათ მეგობრობა რა არის, ამაზეც უნდა ვთქვათ ორიოდე სიტყვა, იმიტომ რომ მეგობრობა არ არის ძალადობრივი კავშირი. მეგობრობა არის ნებაყოფლობითი, მეგობრობა არის რაღაცა ორი ადამიანი ერთმანეთს იპოვის და აღმოჩნდება რომ ძალიან ბევრი ერთი საერთო აქვთ. ეს არ აქვს მნიშვნელობა რაღაცა იდეალია თუ საერთო ხასიათია თუ რაღაცის გამო ისინი არც კი იციან, შეიძლება და არც უკვლევიათ ეს რაც მთავარია, არასდროს არ დამჯდარან და არ ჩამოუწერიათ რა აქვთ ეს საერთო და იწყებენ ადამიანები მეგობრობას. ეს თავისთავად იმას ნიშნავს, რომ ეს ერთგულებას გულისხმობს, ეს რაღაცა ერთი იდეის გარშემო გაერთიანებასაც გულისხმობს. შესაბამისად, თუ კი მაცხოვარზე ვამბობთ და მის სიტყვებს დავიმოწმებთ კვლავ რაც სახარებაში მან გააჟღერა, რომ არა გიწოდო მონად, არამედ მეგობრად, პირველ რიგში მოციქულებს ეხებოდათ ნამდვილად მეგობრები იყვნენ მოციქულები მისთვის, ბუნებრივია მეგობრებმა გაიზიარეს ის გზა და ის ბედი, რომელიც მაცხოვარმა თვითონ აჩვენა. ამისი მაგალითი თვითონვე დადო. თვითონ ხომ რაღაც ესე სიბერით არ გარდაცვლილა და დალხენით და კარგი ყოფით. რა ცხოვრების წესიც მან დადო და აჩვენა თავგანწირვისა, ქადაგებისა, ზნეობრივი თუ რაღაცა ჭეშმარიტი ცხოვრებისა, ეს ყველაფერი მოციქულებმა თავიანთ ცხოვრებაში აღასრულეს. ასე რომ აქ არ ყოფილა რომ რახან მეგობარი იყო, ეს იმას ნიშნავს, რომ ესე იგი ვინც ჩემი მეგობარი იქნება, თქვათ, ყველას ისე წარემართება ცხოვრება, რომ ყველაფერი კარგად ექნებათ. არა, ამის მაგალითს თვითონ მაცხოვარი დებს პირველ რიგში და გაერთიანება რაღაც აი ამ ჭეშმარიტების ირგვლივ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ გახლავთ. აი ხა მოციქულთა ღვაწლზე თუ კი გადავალთ და ვისაუბრებთ ჩვენ, ესენი გახლავან ადამიანები, რომელთაც საოცარი ღვაწლი გასწიეს კაცობრიობის წინაშე მინდა გითხრათ, მთელი კაცობრიობის წინაშე და მათი ღვაწლი რა იყო, ჯერ ვინ იყვნენ ეს ადამიანები საერთოდ, რომ ვთქვათ ერთი შეხედვით, რაღაცა უნივერსიტეტ დამთავრებულები, დიდი გვარიშვილები, სამეფო ოჯახის წარმომადგენლები, რაღაცა განათლებით თუ მეცნიერებით რაღაცა დაფასებული ადამიანები, არა, უმრავლესობა მათი უბრალო მებადური იყო. ვიღაცას თქვათ ვნახავთ რომ მებაჟე იყო, რომელიც აი ისეთ ცოდვილად ითვლებოდა მაშინდელ საზოგადოებაში, საერთოდ მასთან დალაპარაკებაც კი არ შეიძლებოდა. ვინც შედარებით ჟულში გასწავლული იყო, ეს არის პავლე მოციქული, რომელიც მაცხოვრის დროს კი არ გამختარა მოციქული, მისი აღდგომის შემდგომ ქრისტეს გამოცხადებით ხდება მოციქული, ჩვენ ამას საქმე მოციქულთაში ვნახულობთ და მე მისი ეპისტოლეებიდანაც ნამდვილად ჩანს, თუ როგორი განსწავლული და განათლებული ადამიანია პავლე, მაგრამ სხვა დანარჩენი უკვე მოგახსენეთ, უბრალო მებადურები არიან, ძალიან უბრალო ადამიანები არიან. და როგორც კი ისმენენ ქრისტეს ქადაგებას, როგორც კი ისმენენ ქრისტეს დაძახებას, იმდენად სუფთა არის მათი შინაგანი მდგომარეობა და იმდენად მიმღებლები არიან ისინი ამ ღვთის სიტყვისა, აღარ შეუძლიათ უკვე სხვანაირი ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ უამრავ სისუსტეს გამოიჩენენ, მაცხოვართან ერთად ყოფნის დროსაც, ჯვარცმამდეც და ჯვარცმის შემდგომაც უამრავი სისუსტე შეიძლება გამოვლენილიყო, იმიტომ რომ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ რადგანაც ქრისტე გაიცნეს და ქრისტეს მოციქულები გახდნენ, იმ წამსვე სრულ ყოფილებით, ესე იგი აღიჭურნენ ისინი და აღარაფერი აღარ შეშლიათ ქვეყნად. არა, უამრავი რამ. პეტრემ საერთოდ თუ არ ყო არ ვიცნობ ხომ გახსოვთ. თომა მოციქულის ამბავიც ხო გახსოვთ, სანამ არ ვნახავ, ესე არ დავიჯერებ. იქ, როდესაც ამბობს მაცხოვარი, რომ აი ჩემმა მეგობარმა ლაზარემ დაიძინა და უნდა წავიდე და რომ ამბობენ პირდაპირ, რომ მოსაკლავად დაგდევენ და არა, მაინც უნდა წავიდე იქ. პირდაპირ ამბობს თომა, რომ კარგი, წამოვალ ჩვენ შენთან ერთად, რომ დავიხოცოთ. ანუ მართლა დახოცვა კი არ უნდა, სიკვდილს კი არ აპირებს, მაგრამ აი რაღაცნაირად ამ სისუსტეს ხომ ავლენენ. თუნდაც რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ სრულყოფილებით არიან ისინი აღჭურვილი მაშინვე, როგორც კი ქრისტე გაიცნეს, მაგრამ სწორედ ამ მეგობრობაში, სწორედ ამ ურთიერთობაში, სწორედ ამ
ხედვაში თუ რასაკეთებს ქრისტე, ყალიბდებიან ისინი როგორც მოციქულები და სულიწმინდის მოფენის შემდგომ, როდესაც სულიწმინდის მადლით აღივსებიან, ისინი მართლა უკვე ფლობენ იმ ჭეშმარიტ ძალას, მაცხოვრის მიერ მოვლინებულ სულიწმინდის ძალას, რომლითაც უკვე მოაქცევენ მთელ მსოფლიოს. არა ხმლით, არა ჯარით, არა რაღაცა თავისი დიპლომები, რომლებიც სხვადასხვა იმეებში შეიძლება კონდეთ მიღებული, არამედ თავიანთი აი ამ უბრალოებით, თავიანთი აი ამ შინაგანი გულღიობით, რომ ადამიანი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი, როდესაც საუბარს იწყებს შენთან, მისი გულღიობა მაშინვე ჩანს და მაშინვე იგრძნობა, ეს უსიტყვოთაც იგრძნობა ხანდახან ადამიანი ვიდრე ხმასა მოიღებდეს იქამდე შეიძლება რაღაც ამის გაგება, იმიტომ რომ შენში შინაგანად შემოდის ეს გრძნობა და განსაკუთრებულად ეს წმინდანებთან ურთიერთობის დროს აღიქმება, თუ ვინმეს ქონია მსგავსი შემთხვევა რაღაცნაირად დუმილის დროსაც კი რაღაც თითქოს სავსეა ეს ადამიანი და საერთოდ არ ჭირდება სიტყვის თქმა და ვისაც ქონია ეს შეგრძნება ძალიან ისეთი განცდა, რომელსაც სიტყვით ვერაფრით ვერ გადმოსცემ. მე თემა რომ არ გაგვექცეს, კვლავ დაუბრუნდები ჩვენს მთავარ სათქმელს, რომ რატომ დასჭირდათ მათ ასეთი მსხვერპლი და რატომ დასჭირდა თქვა თუ კი ქრისტეს მეგობრები იყვნენ, რომ ასეთი ტანჯვის გზით უნდა წასულიყვნენ ისინი. ტანჯვის გზას ადამიანი თვითონ კი არ ირჩევს მართალი გითხრათ. ის ირჩევს გზას, როდესაც თქვათ რაღაცა ჭეშმარიტების დამტკიცება სურს. და ეს ჭეშმარიტება რთული სავალი არის. მე მინდა გავიხსენო სახარების ერთი სიტყვები. სადაც მაცხოვარი ბრძანებს ასეთ რამეს, თითქოს აი წინააღმდეგობაში მოდის მთელ ბიბლიასთან და მთელ სახარებასთან, ახალ აღთქმასთან ეს სიტყვები, რომელიც მან წარმოთქვა, რომ არა მოვედი მოფენად მშვიდობისა, არამედ מחვილისა. და როგორც ჩვენ სულ ვამბობთ, რომ სიყვარულია ღმერთი და სიყვარულის სარწმუნოება და მშვიდობა თქვენთანა პირველი შეხვედრა. ხშირად იწვევს ხოლმე ეს ფრაზა აღშფოთებას და მოუყვანიათ ხშირად თქვათ იმ ადამიანებს. არასწორად იგებენ ამას და იმიტომ რომ აი ამ מחვილს ესე იგი როგორც კი გაიგებენ, გონიათ რომ מחვილი უნდა შემოირტყან წელზე და ქრისტეს სახელი ამით უნდა დაიცვან. სინამდვილეში ეს ასე არ არის. აი მოციქულები სწორედ ამისი მაგალითნი არიან და მე გეტყვით ახლა რას გულისხმობს ამაში ქრისტე მაცხოვარი არა ჩემს მოსაზრებას, არამედ წმინდა მამები როგორც განგვიმარტავენ ამას. ეს ტექსტი ასეთია, რომ არა მოვედი მშვიდობის მოსაფენად, არამედ מחვილის და მე ამბობს, რომ გავყო მამაკაცი დედაკაცისაგან და დედამთილი რძალისაგან და ასეთ ჩამონათვალია ოჯახის წევრებზე და ძმისგან და მოკლედ ასე შემდგომ. დედამთილი რძლისგან და რაღაც მოკლედ აი შინაურად თითქოს ოჯახის წევრებზე საუბრობს. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ალეგორიული შედარება სიკეთისა და ბოროტებისა. ეს არის ალეგორიული შედარება ჭეშმარიტებისა და ტყუილისა. ამიტომაც, როდესაც ამბობს, რომ מחვილის მოფენად მოვედი, ეს מחვილი რა არის? იცით, ეს არის სულიერი מחვილი. ჩვენ ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში წავიკითხავთ, მე პავლე ამბობს, რომ შეიმოსეთ სულიერი מחვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა. ჩვენ ნახავთ გამოცხადების წიგნში, რომ მაცხოვარი, რომელიც მეუბნება, მისი პირიდან გამოდის מחვილი. და არა מחვილი არა ის, რომელიც საბრძოლო იარაღია, არამედ ჭეშმარიტების სიტყვა. და აი ამ ჭეშმარიტებას მაცხოვარი მოვიდა იმისთვის კი არა, რომ ჭეშმარიტება და ტყუილი ერთმანეთში არიგოს, სიბილწე და სიწმინდე ერთმანეთში არიგოს. არა, სწორედ ამის გასაყოფად მოვიდა, სწორედ ამის დასანახებლად მოვიდა მაცხოვარი და ამბობს, რომ მოვედ მოფენად מחვილისა, რომ ამ מחვილით მოხდება სწორედ ამ ჭეშმარიტების სიტყვით მოხდება სწორედ აღმოჩენა იმისა, რა არის თეთრი და რა არის შავი. ამიტომაც ვინც რა არჩევანს გააკეთებს, შესაბამისად ამ გაყოფაში იმყოფება, იმიტომ რომ ვინც დადგება ჭეშმარიტებასთან, ბუნებრივია მისთვის შეიძლება მტრადიქცეს მისი სახლეული, რომელიც ამ ჭეშმარიტებას არ აღიარებს. როგორც ამ სახარებაში წერია, რომ მისი სახლეული მისი მტერი იქნება. და ეს ქმრისთვის შეიძლება ცოლი იყოს და ძმისთვის და ასე შემდგომ. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არ აირჩევს ამ ჭეშმარიტებას. და მოციქულთა ღვაწლი სწორედ ეს არის, რომ ისინი מחვილით, ამ სულიერი מחვილით არიან აღჭურვილნი, მათ ზუსტად ჩავლეს მაცხოვრის აი ამ მითი რა ქვია მოწაფეობით ზუსტად ჩავლეს ამ ჭეშმარიტებას ხელი და ამ ჭეშმარიტების დასტურად დადიან თელ ქვეყანიერებაზე და ავრცელებენ ამ ჭეშმარიტების სიტყვას.
מחვილით ავრცელებენ, ოღონდ ეს מחვილი არ არის ორლესული რაღაცა ბასრი ლითონი, რომლითაც ესე იგი შეგიძლია ადამიანი სიცოცხლეს გამოსავალ. ხდებოდა ქრისტეს სახელით, მაგრამ ეს არ შეესაბამება. ეს უკვე არის ყველაფერი დამახინჯებული გაგება სწორედ ამ სიტყვებისა, რომლის შესახებაც ახლა მოგახსენეთ. ჩვენ რა თქმა უნდა ბოროტებას უნდა ვებრძოლოთ. ეს შეიძლება იყოს შინაგანი სულიერი ბრძოლა. ეს შეიძლება იყოს შენი სამშობლოს წინააღმდეგ მომართული რაღაცა გარკვეული ბრძოლა და ვალდებული ხარ ყოველი ადამიანი რომ დაიცვა უნდა შენი სამშობლო, დაიცვა უნდა შენი ოჯახი, დაიცვა უნდა შენი სიწმინდე და სიწმინდეები. ეს რა თქმა უნდა ეს ვალდებულება გაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მე ვიშიშვლე מחვილი ვიღაცის წინააღმდეგ. მე ვიშიშვლე ეს מחვილი იმისთვის რომ დაცვა მოხდეს ჩემი სამშობლოსი ქვეყნისა, იმიტომ რომ ეს ერთგვარად თავგანწირვა, ეს מחვილი რომ ვიშიშვლე და დავდექ იქ ჩემი ოჯახის თუ ჩემი სამშობლოს გადასარჩენად, ეს არის სწორედ ამ სიტყვების განხორციელება, რომ იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, რომ სხვა ადამიანისთვის თავის გაწირვა შეგეძლოს. და ამიტომაც ვინც წირავს ამ თავს ისინი იცავენ რა თქმა უნდა სიტყვას, აქ ამ מחვილზეა ლაპარაკი და არა იმ ძალადობრივ מחვილზე, რომ სადმე მე ესე იგი ვინმეს დავაძალო ჩემი სარწმუნოება, სადმე ვინმეს ესე იგი დავაძალო რაღაცა რომ გინდა თუ არა ასე თქვი და ასე ილაპარაკე და ან ზნეობრივად ასე იცხოვრე და ასე არ იცხოვრო, ეს ამბები מחვილით გავავრცელო სადმე, ეს აბსოლუტურად სახარებისთან წინააღმდეგობაში მოდის ეს და რაც შეეხება იმას რომ ჩემი უნდა დავიცვა და სადღაცას არ ვაწარმოო ესე იგი ომი რომელიც არ ეკუთვნის ჩემს ქვეყანას ეს არანაირად არ ამართლებს ქრისტიანობას. აი ხა ეს თქვენ რაც ახსენეთ განსაკუთრებით აქტუალურია ვთქვათ დღევანდელ რეალობაში, თუმცა ის სამშობლოს სიყვარულს და რელიგიის ერთმანეთში ურთიერთ დამოკიდებულებას ასე ვთქვათ, მინდა რომ ცალკე გადაცემა დავუთმო ამიტომ ამ თემაზე. ეხლა არ შევჩერდები ახალგაზრდებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს თემა და ამიტომ მინდა ცალკე გადაცემა გავაკეთოთ. გისმენდით და ასეთი შეკითხვა გამიჩნდა. მოციქულთა ღვაწლი გასაგებია, რომ ვთქვათ თავის მასწავლებელს, თავის მოძღვარს ემოწმებოდნენ ამ სიმართლეში და ამ ჭეშმარიტების ქადაგებამ და ამ გზაზე სვლა მოიტანა ვთქვათ მათი მოწამეობრივი აღსასრული, იმიტომ რომ ვთქვათ მაშინ საზოგადოებამ სად არ იყო შესაძლოა ამ რელიგიის მისაღებად. აი უკვე მომდევნო ხანებში რომ გადავიდეთ და გადავხედოთ, აი მაინც რომ ვუყურებთ ქრისტიანობის გავრცელება სულ მსხვერპლშეწირვა ხდებოდა გულისხმობ იმ კუთხით რომ სულ გამოჩნდებოდნენ რჩეული ადამიანები ვინც მოწამეობრივად ემოწმებოდნენ ვთქვათ ქრისტეს გზას. მაშინ როცა ქრისტემ თქვა რომ ის იქნებოდა ბოლო მსხვერპლი, სისხლიანი მსხვერპლი და ეს მსხვერპლი შეიცვლებოდა ლოცვით. აი აქაც ცოტა გაუგებრა თუ არ ხო, აი რატომ ჭირდება ვთქვათ ქრისტიანობის გავრცელებას მოწამეობრივი აღსასრულით დამოწმება ჩვეულებრივი რიგითი ადამიანების, რომელიც საქართველოშიც ბევრნი იყვნენ, თქვათ შუშანიკიდან დაწყებული, რა ვიცი, აბო და ქეთევან დედოფალი და ვინ ჩამოთვალო, რომლებიც უახლესი ისტორია კომუნისტური რეპრესიების დროს, რომლებიც ემოწმებოდნენ, თქვათ და ეწირებოდნენ ქრისტეს რელიგიას. აი, რატომ არის ეს საჭირო? ქრისტე ხო არავის არ აძალებს, რომ ჩემი რელიგია მიიღე. და მაშინ ნურც მოწამეებს ნუ გამოუარჩევს, რომ მისი ეს ღვაწლი დაამოწმონ. იცით, მე ვფიქრობ, რომ ცოტა საკითხი ისე არის დასმული. ვფიქრობ, სხვანაირად უნდა ვთქვათ ეს. ქრისტემ გამოარჩია შეიძლება ადამიანი, ვთქვათ, მისი ჭეშმარიტება გაცხადდა ამ ადამიანში, მაგრამ გამოარჩია იმიტომ კი არა, რომ აუცილებლად მოკლანეს ადამიანი. ქრისტემ გამოგვირჩია ჩვენ, რომელთაც გაგვიცხადა ეს ჭეშმარიტება, რომ ის არის ძეხვთისა, რომ ის მოვიდა ჩვენი ცოდვების გამოსახსნელად. ეს მოწმობა, ეს დამოწმება თითოეულ ჩვენგანში უნდა ბადებდეს მომავალი ცხოვრების ესე იგი რაღაცა იმედს და განცდას თითოეულ ჩვენგანისა, რომ ამ ქვეყნად არ მთავრდება ეს ყველაფერი. ამიტომაც ეს რადგანაც ჩემში გაცხადდა, ეხლა თუ დაიწყებს ვიღაცა ჩემზე ძალადობას, რომ მე ეს უარყო და ვთქვა, რომ ეს ამბავი ესე არ არის, რაც მწამს და რაღაცა პრინციპულად მწამს ეს ამბავი და პირიქით ამას უდასტურებ ყველას და თუ კი ძალადობს და მოწამეობრივად ცდილობს რომ მომკლას, რა თქმა უნდა, ქრისტე ამაში ესე თითქოს ისე გამოვიდა და რომ ქრისტემ გამოარჩია რომ შენ მოწამეობრივად უნდა აღესრულო. აი თითქოს მოწამეებსაც შინაგანი პროტესტი უნდა გაუშვათ, რომ რატომ უნდა წავიდნენ ადამიანებიც ყვეტენ ასეთ.
ხო, ადამიანები ღებულობენ ასეთ გადაწყვეტილებას, ახლა წმინდა გიორგის რომ თავი მოკვეთეს, ბევრი წამების შემდგომ დიოკლეტიანემ მიიღო ეს გადაწყვეტილება. წმინდა ბარბარეს რომ თავი მოკვეთეს, საკუთარმა მამამ დიოსკორემ მიიღო ეს გადაწყვეტილება და აქ არაფერ შუაში არ არის ის რომ თქვა ქრისტემ განაცხადა ჭეშმარიტება, მაგრამ გადაწყვეტილება მიიღო იმათ წეღან რაზეც ვამბობ რომ מחვილით მოხდა გაყოფა ჭეშმარიტებისა და არაჭეშმარიტებისა. სულიერი מחვილით, მაგრამ მათ სულიერ מחვილს ამჯობინეს ეს ხორციელი מחვილი, რომლითაც ესე იგი მოაკვდინეს ადამიანს. და თქვა წმინდა გიორგის შემთხვევაში და მოწამეების შემთხვევაში ისინი იმ ჭეშმარიტებას ამჯობინებენ და ესეც თავიანთი შინაგანი არჩევანია, ხომ? აქაც ხო ღმერთი არ ერევა თავისუფალი ნებით ირჩევს მოწამე, თქვა ამ გზაზე წავა თუ არა. დიახ, და მათი ეს ერთგული თვითონ სიტყვა მოწამეც ნახეთ, მოწმობიდან მოდის. ანუ ის ამოწმებს რაღაცას. და მოწამე სიტყვა აქედან წარმოშობილი სიტყვა არის, რომ ის ამოწმებს ჭეშმარიტებას და ამ ჭეშმარიტების გამო კვდება. ხო არიან ადამიანები რაღაცა იდეებს რომ ეწირებიან, ხო არიან ადამიანები მართლა აი რაღაცა სხვის გამო თავს სწირავენ. მარადიული სიცოცხლის და ჭეშმარიტების დამოწმების მოწმობა არის სწორედ ესა. ქრისტეს შესახებ სწავლება და მოწმობა, რომლის გამოც ეწამებოდნენ ადამიანები და ეს განსაკუთრებულად პირველი 3 საუკუნის განმავლობაში ქრისტეს შემდგომ იყო განსაკუთრებული სისასტიკით და რაღაცა მასიურად ხდებოდა ეს ამბები, თუმცა კი გარკვეულ პერიოდებში ესეთი დევნა განახლდებოდა, შემცირდებოდა და მე წეღან ვახსენე და კვლავ უნდა გავიხსენო ჩვენი ეს უახლოესი პერიოდი კომუნისტური ამ რეპრესიების დროს, რამდენი სასულიერო თუ საერო პირი შეეწირა, არაფერს უბრალოდ აი რა გითხრათ, აი რატომ დახვრიტეს თქვათ ნაზარი ლეჟავა თავის სამღვდელოებასთან ერთად. იმიტომ რომ ტაძარი აკურთხეს ერთ-ერთ სოფელში და ღამისთევით რომ წირვა აღასრულეს, თქვენ რაღაც აქ შეთქმულებასაც. აი განაჩენი ასეთი იყო გამოტანილი რომ ესე იგი დახვრიტეს. რატომ ჩასვეს ციხეში ამბროსი ხელაია? რატომ არის კიდევ ძალიან ბევრი ცნობები, რომლებიც ჯერ ისე არ გამოქვეყნებულა და მქონდა პატივი რაღაც რამდენიმე წამეკითხა. ერთი ამბავი უნდა გავიხსენოთ ლევანდელ გადაცემაში თუ ამის ნებას ვონცემთ, რომ ერთი ძალიან ისეთი მღვდელი იყო, მქადაგებელი თურმე იმერეთის მაზრაში ერთ-ერთ რაიონში და კომუნისტებმა თურმე მივიდნენ და უთხრეს, რომ აუცილებლად უნდა სახალხოდ შენ უნდა დაგმო ღმერთი. და ამას უთქვამს, რომ ეხლა აქ პატარა სამრევლოში ხო არ გავაკეთებთ ამასო, შევაგროვოთ სოფლებიდან ხალხიო. და მთელი სოფლები, გარშემო ვინც სოფლები იყო, ერთად მოუყარეს თურმე თავი რაღაც მოედანზე და შედგა ეს ამაღლებულ ადგილას და დაიწყო სიტყვა, რომ არ გაბრიყვდეთო ეს დრო დიდხანს ვერ გაგრძელდებაო, ვინმე ღმერთი არ დაგმოთ, ამათ არ დაუჯეროთო და იქვე რა თქმა უნდა ამ ხალხის თვალწინ. ანუ რაზეც მიდიოდა ეს ადამიანი იცოდა. აქ ის ხო არ არის რომ მოულოდნელად ეწვია რაღაცა უცბად ხელები არა მიდიოდა შეგნებით მიდის ადამიანი ამ განზრახვამდე და როგორ ფიქრობთ ახლა მოწამეობა ხომ პირდაპირ შეიძლება ითქვას რომ ცათასასუფევლის კარებში შესვლა არის. აი პირდაპირ შეღება არის ცათასასუფევლის კარისა ყოველგვარი რაღაცა მეების გავლის გარეშე მოკლედ რაღაცა სირთულეების გავლის გარეშე. იმიტომ რომ შენ ამით ამოწმებ ის ყველაზე მეტად რაც გიყვარს. რა შეიძლება და სიცოცხლე ადამიანს ყველაზე მეტად უყვარს. მაგრამ თუ კი ხვდება რომ ნამდვილი სიცოცხლე ეს კი არ არის ახლა რომ ხარ ხორცში და აქ თუ მოიწყობ ყველაფერს ეს კი არ არის ნამდვილი სიცოცხლე, არამედ ნამდვილი სიცოცხლე, ნამდვილი სიხარულის წყარო შენ იქ გელოდება, თუ კი არ დათმობ ამ შენ პრინციპებს და შენ ჭეშმარიტებისგან არ გადაუხვევ, მაშინ ნამდვილად მზად ხარ ამ ყველაფრისთვის, ისევ როგორც პავლე მოციქული ბრძანებს, რომ რამ შეიძლება ჩამომაშოროს მე ქრისტეს? ჭირმა, განსაცდელმა, შიმშილმა, სიკვდილმა, აი ამ კითხვებს სვავს პირდაპირ, რამ შეიძლება ჩამომაშოროს მე იმას, რომ აი ამ ჭეშმარიტებას გადაუხვიო, როგორც როცა კი ერთხელ მას შევეხედა, ეს სიხარული ერთხელ მაინც გაჩნდა ჩემს სულში, იმიტომ რომ თითოეული ჩვენგანი ამას ასეც უნდა ვგრძნობდეთ. ნებისმიერი ამ ქვეყნიური სიხარული, როგორი საჩუქარითაც არ უნდა დაგვაჯილდოვონ. როგორი ბავშვს ახალ სათამაშოს რომ მიუტან, შეიძლება იმ დღეს ხელიდან ვერ გამოვართო, მაგრამ მეორე დღეს შეიძლება ვეღარც კი იპოვო ისეთ ადგილას აქვს გადაგდებული. ასე არის ზრდასრული ადამიანიც. ნებისმიერი სიხარული მისთვის რაღაცა გარკვეული დროა. ამ დროის მერე ეს სიხარული რაღაც ისე გაუფერულდება თითქოს არაფერით. წარმოიდგინეთ ახლა ეს სამარადჟამო სიხარული აბსოლუტურად სხვა განცდა ბედნიერებისა და სიყვარულისა, რომელზეც შენ უნდა თქვა უარი იმის გამო, რომ აქ მოკლავენ და რამდენი ხანი იცხოვრებ აქ კიდევ.
ნუ ეხლა მე იმას არ ნიშნავს რომ თქვათ მე პირადად ჩემზე ვამბობ რომ ისეთი ვაჟკაცი ვარ რომ არასდროს არ შემეშლება და არ უარყოფ რაღაცას მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ვამბობ წმინდანები როგორ ცხოვრობდნენ და ჩემი სურვილი როგორ არის მეც როგორ ვიცხოვრო თორემ ის გარანტია რომ ეხლა მე რომ დადგეს ესეთი საკითხი და თქვათ არ შემეშინდება ვერ გეტყვით ამას წინასწარ რა მოხდება ნამდვილად არ შემიძლია პეტრე მოციქულზე ეშინდა და გულზე ჯირი დავიბრახუნო და თქვა რომ მე ამას ვიზამ ესე ნამდვილად ვერ ვიტყვი მაგრამ მე ვამბობ იმას რაც უმჯობესია თუმცა მნიშვნელოვანი აქვე ჩვენ რო ვსაუბრობთ წმინდანების ცხოვრებაზე ვთქვათ მხოლოდ მოწამეობრივი აღსასრული არ არის ეს სხვა წმინდა ცხოვრებითაც შეიძლება როგორც გრიგოლ ხანძთელმა დაამოწმა თავისი მთელი ცხოვრებით ქრისტიანობის არსი და ქრისტეს ჭეშმარიტების გზა ესეც წარიმართოს წმინდანთა ცხოვრება შეიძლება მათი ცხოვრებაც მოწამეობა არის მინდა გითხრათ იმიტომ რომ ეს ღვაწლი რომელი ღვაწლითაც ეს წმინდანები ცხოვრობენ არავის ეგონოს რომ ეს რაღაცა დალხენილი ცხოვრებაა რომელი წმინდანის ცხოვრებასაც არ გადახედავთ ეს მოწამეობრივად აღსასრული გასაგებია ისედაც რომ სიტყვა მოწამე ამას გულისხმობს მაგრამ აი თქვათ ღირსნი და ღმერთ შემოსილნი მამანი რომლებიც თავიანთი სიბერით როგორც გრიგოლ ხანძთელი 102 წლისა გარდაიცვალა აბა წაიკითხეთ მისი ცხოვრება ერთი დღე თუა რაღაცა დიდი სულიერი ან ფიზიკური ბრძოლის გარეშე რამდენჯერ მოკლა დაუპირეს როგორ მკვლელი მიუგზავნეს როგორ ჩაუსაფრთხნენ როგორ შინაგანი განხეთქილებები საძმოში განხეთქილება მათ შორის კრებები რომ სჭირდება ჩაატაროს და მოარიგოს ერთმანეთთან ვიღაცა უცხოები კი არა თავისი გაზრდილი შვილები რომლებიც ერთმანეთს რაღაცის გამო უპირისპირდებიან. კი ბატონო ემორჩილები, იქ რაღაცა მეფის ოჯახში განსაცდელი. ეს მოწამეობა არის, იმიტომ რომ ამ ღვაწლს, რომელსაც ის ეწევა და მადლს, რომელიც მოხვეჭილი აქვს, შენარჩუნება სჭირდება. ეს არ არის ესე, როგორც თქვათ, ვიღაცა ბიზნესმენი ალბათ ადვილად გაიგებს ამ სიტყვას, რომ ფულს რო იშოვის, ამ ფულს შენარჩუნება სჭირდება, თორე ეს ფული შეიძლება ერთ დღეშივე დახარჯო და აღარაფერი აღარ დააგრჩეს და გუშინ რომ მდიდარი იყავი, დღეს აღარ იყო მდიდარი. ამიტომ შრომა სჭირდება ამის შენარჩუნება. სწორედ ესეთი გახლავთ სულიერი ღვაწლი. მოიპოვე რაღაცა გარკვეული მადლი. თუ ამას არ შეინარჩუნებ, ჩათვალეთ რომ ეს მადლი დაიხარჯება. გავა ისევ შენგან როგორც შემოვიდა და დარჩები აბსოლუტურად რაღაცა გამხმარი ხესავით, რომელიც ვეღარ იკვებება, ფესვები რაღაცნაირად ვეღარ იღებს თითქოს წყალს, რომ ნაყოფი გამოიღოს კვლავ და ასეთია ეს მოწამეობრივი მდგომარეობა ამის შენარჩუნებისთვის, გამუდმებული შრომა, გამუდმებული ლოცვა, გამუდმებული ძიება წმინდა წერილში ღვთის სიტყვისა, რომ რაიმე არ გამოგრჩეს იმ ქადაგებისა, ჩვენ რატომ ვამბობთ ქრისტიანული ცხოვრება როგორი უნდა იყოს ადამიანისა. აი ამ ღვაწლს ვინც არ აიძულებს საკუთარ თავს, ის ვერ შეძლებს რომ ესეთი ღვაწლი აძო. და ეს იძულება საკუთარი თავისა, ხშირად მოწამეობის ტოლფასია, იმიტომ რომ ის მოწამეობა გაგრძელდა ვთქვათ 1 საათი თუ 1 დღე თუ რაღაცა გარკვეული დრო და ეს გრძელდება მთელი ცხოვრება, რომ არ არის ადვილი აღსასრულებელი რაღაც მარხვის დროს მარხვა და ლოცვის დროს ლოცვა, ყველა შემთხვევაში ეს შრომა ემსგავსება რაღაცა გარკვეულ შეწირულობას, რომელიც უნდა გაიღოს ადამიანმა და ეს მაგალითი ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ქრისტემ დაგვიდო თვითონ და ჩვენ როგორც მისი მიმდევრები, მოციქულები თუ მოწაფეები თუ ესე იგი მორწმუნენი მისი სიტყვისა და მისი ცხოვრებისა უნდა ვიმეორებდით ამას ყოველივე ჩვენ. და აი ბოლო შეკითხვა ასეთი მაქვს, სანამ ათეისტის კითხვას მოусმენთ, რა როლი აქვს წმინდანთა ცხოვრებას ადამიანებზე, უბრალო ადამიანებზე, მრევლზე, აი რატომ არის საჭირო, რომ ამ მაგალითებზე აღზარდოს ჩვენები ვთქვათ და ესეთი მაგალითები თანამედროვე სამყაროშიც არსებობდეს. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამას მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანებს ყოველთვის რაღაც მაგალითი გვჭირდება და აი ჩვეულებრივ ერულ ცხოვრებაში მოგახსენებთ ხა რომ რამდენი წარმატებული ვთქვათ სპორტსმენი ჩვენ გვინახავს რითი გახდა იცი წარმატებული ვიღაც ნახა და გადაწყვიტა რომ თვითონაც ესეთი გამხდარიყო. აი ვიღაცამ უყურა თქვათ ის როგორ თამაშობდა, როგორ სტატურად რაღაცას ახერხებდა და თვითონაც აი დაიწყო გადადო თავი ამისთვის, რომ ამისთვის მიეღწია. ვიღაცამ თქვათ სხვა რაღაცაში მიბაძა სხვა ადამიანს იქ მეცნიერებაში იყო თუ რაღაცა სხვა წარმატებაში და რამდენი ასეთი წარმატებული ადამიანი ვიცით, რომლებსაც თვითონაც ან ინტერვიუში ან რაღაცა მერე თავის ავტობიოგრაფიაში დაუწერიათ, რომ
აი ჩემი სულის ჩამდგმელი ამ საკითხში იყო ესა და ეს რომ ვნახე, ესა და ეს რომ მოვისმინე. მოტივაცია, დიახ, რაღაცა მისცა მას ეს მოტივაცია. ეხლა წარმოიდგინეთ ქრისტიანი ადამიანისთვის რაოდენ მნიშვნელოვანია ეს მოტივაცია, რომ ისინი რო არ გქონდეს ჩვენ ამ მოწამეობის მაგალითი, დღეს ალბათ არავინ არ გახდებოდა მოწამე. რომ არ გქონდეს ჩვენ ამ ღვაწლის მაგალითი, თუ როგორ უნდა მოიხვეჭოს ადამიანმა სულიწმინდის მადლი, ალბათ ძალიან გასაჭირი იქნებოდა დიდი. რო არ გქონდეს მათი შრომები, რომ არ გქონდეს მათი ცხოვრება, შეუძლებელი იქნებოდა, რომ დღეს ადამიანმა ეხლა ეს ყველაფერი, ესე იგი თავისით ესე გადაწყვიტოს და რაღაცა სიმაღლეს მიაღწიოს და ამიტომ ძალიან დიდი მოტივაციის მომცი. ისევე როგორც ხშირად ვიმეორებ, რომ აი სახარების კითხვა რატომ იქ გაგონილი რაღაც ერთი სიტყვა, რომელიც შეიძლება აღიბეჭდოს ჩვენს გულში, იყოს მართლაც მოტივაციის დიდი წყარო, რომ ჩვენ რაღაცა უნდა შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ და ასეთიც ძალიან ბევრი მომხდარა. როდესაც გაიგონა მდიდარი ჭაბუკის შესახებ იგავი, რამდენიმე ბერის შესახებ ვიცი. როცა გაიგონეს მათ ეს იგავი, მიატოვეს ყველაფერი და წავიდნენ და ბერობა შეუდგნენ და წმინდათა დასში არიან ისინი და ღირს მამებად იწოდებიან. ასე რომ ეს უდიდესი მოტივაციაა, თვითონ წმინდა წერილი, რა თქმა უნდა, მაცხოვრის ქადაგებები, მაცხოვრის მიერ აღსრულებული სასწაულები, ამის შემდგომ მოციქულთა მოღვაწეობა და მოწამეობა და ის მოწამენი, რომლებიც მერე მთელი ჩვენი ეკლესიის ისტორიის განმავლობაში ჩვენს თვალწინ ესე იგი ცოცხლდება თითქოს მათი ცხოვრება, როდესაც ვკითხულობთ და გვაძლევენ რაღაცა გარკვეულ ბიძგს იმისა, რომ ჩვენს მეტი მოვინდომოთ. ცოტათი მეტად უკეთესები გავხდეთ. დიახ, მეტი მოვინდომოთ, ვიდრე დღეს ვაკეთებთ. მოდით ვნახოთ ათეისტის შეკითხვა და დავუბრუნდეთ ეთერში. და აი ვნახეთ ჩვენ ათეისტის შეკითხვა, რომელიც ასე ჟღერს, თქვენ საუბრობდით წმინდა წერილზე და რაღაცერად დაემთხვა ამ თემას. ჩვენ მოციქულებზე ვისაუბრეთ გადაცემაში და შეკითხვა არის ამგვარი. რა მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ სახარება ნამდვილად მოციქულებმა დაწერეს და თქვათ ეს არ არის უბრალო მითები იმისთვის, რომ პროპაგანდა აწარმოონ საზოგადოებაზე. ეს საკმაოდ აქტუალური თემაა პროპაგანდა და ამიტომ ალბათ კითხვაშიც ჩააგზავა. პირველ რიგში რაც უნდა ვთქვათ ამ თემასთან დაკავშირებით, ეს შეკითხვა ხშირად ისმის. პირველ რიგში უნდა ვთქვათ ის, რომ მოციქულთა კრება არსებობს და მოციქულთა კრებაში არის კანონები. თუ არ მეშლება 85 და 95 კანონში არის დაწერილი, რომელი წიგნები არის, ესე იგი, საეკლესიო კანონიკის მიხედვით, აი წმინდა წერილში შეტანილი წიგნები. ჩამონათვალია ძველი აღთქმის წიგნებისა და ჩამონათვალია ახალი აღთქმის წიგნებისა და მათ შორის არის ეს 4 სახარება, რომლის შესახებაც ეს კითხვა უჩნდებათ ხოლმე ადამიანებს. სახარება სინამდვილეში უამრავი დაიწერა ცრუ ავტორებისგან. იქ ჭეშმარიტი მარკოზის სახარება და ჭეშმარიტი თომასი და ჭეშმარიტი პეტრეს და ასეთ სახარებას უამრავს შეხვდება ადამიანი. მაგრამ ჩვენ პირველ რიგში ვიცით ეს კანონი, რომელიც მოციქულთა მიერ არის, მოციქულთა კარნახით ამას იწერდა კლიმენტი რომაელი, სახელი კი ნაღამამერი, კლიმენტი რომაელი, რომელიც მოციქულთა მოწაფე იყო და მისი ხელით არის ჩაწერილი ეს ყველაფერი და ამის შემდგომ რაღაცა ტექსტები, როდესაც რაღაცა ბუნებრივია გაიბნა, რაღაცები შეიძლება ბოლომდე არ იყო შევსებული, როგორ მოხდა მათი შევსება. აი წმინდა მამები, მეოთხე, მეხუთე საუკუნე საერთოდ განსაკუთრებული გახლავთ რაღაცა წმინდა მამების ამ შრომებისა, რომლებიც დაიდო საფუძვლიანი შრომით, თუმცა კი იქამდეც იყვნენ ძალიან ბევრი, რომლებმაც დაწერეს და მოხმობილი აქვთ ციტატები წმინდა წერილიდან. ამ ციტატების მიხედვით ზუსტად ვადგენთ ჩვენ, რომ ეს სახარებისეული ციტატებია, იმიტომ რომ მოიხმოთ ციტატა, თქვათ, მათეს სახარებიდან და მიუთითა, რომ მაშინ არ იყო ესე დაყოფილი მუხლობრივ და თავებად, ერთმთლიან წიგნად რომ წარმოიდგინოთ, ესე იყო, მაგრამ მოხმობილი ციტატა ზუსტად ეთანხმება იმ, ესე იგი, სახარებისეულ ტექსტს, რომელსაც დღეს ჩვენ ვკითხულობთ და ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ნამდვილად მეორე და მესამე საუკუნეში უკვე წმინდა მამები, რომლებიც ამ ციტატებს მოუხმობენ და ესე იგი თავიანთ ქადაგებებში იყენებენ, ზუსტად იმ სახარებისეული ტექსტის არის. ამის გარდა არის კიდევ ერთი ასეთი საოცარი ამბავი, რომ ესეც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, რომ 4 ადამიანმა ერთი და იგივე ამბავი დაწერა
სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას ერთმანეთის შეთანხმების გარეშე. და თუ ეს ჭეშმარიტება არ იყო, როგორ აღწერეს? ხო, როგორ შეიძლებოდა ასე მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძლება ძალიან ბევრი განსხვავება ნახო რაღაცა კონკრეტულად მოთხრობილ ამბავში, ეს განსხვავებაც დასტურია იმისა, რომ ნამდვილ ამბავს ყვებიან, იმიტომ რომ ერთი და იგივე ადამიანმა რომ აღწეროს ახლა ჩვენი სტუდია, ერთნაირად არ დაიწყებს ამის. ჯერ შეიძლება ერთმა ადამიანმა თქვენზე თქვას, რომ მარცხნივ მარიამი ზის და მეორემ პირიქით თქვას, რომ მარჯვნივ ის, ამით, ანუ რითი დაიწყებს, რითი მოყვება და ასეთი განსხვავება სწორედ ადასტურებს, რომ ერთ და იგივე ამბავს ყვებიან. უბრალოდ სხვადასხვა თვალით შეიძლება იქნა ეს დანახული და აღქმული. აი მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, როდესაც ეშმაკეულის განკურნება ხდება ხადარინელთა ქვეყანაში, ერთი მოციქული ამბობს, რომ ორი ეშმაკეული იყო და მეორე ამბობს, რომ ერთი იყო. იმიტომ რომ ის ერთი ისეთი განსაკუთრებული სიშმაგით გამოირჩეოდა და ისე იმოქმედა მოციქულზე ამის დანახვა, რომ ის დაწერა მეორე საერთოდ არ მეაქცია ყურადღება, იმიტომ რომ ის ამასთან შედარებით უწყინარი იყო. საერთოდ ხმას არ იღებდა. ზუსტად ეს მოწმობს იმას, რომ ეს ყველაფერი რეალურად ხდებოდა და არ იყო დაზებირებული. ეს მაგალითიც ამიტომ მოვიხმე, რომ ეს განსხვავებაც კი დასტურია სწორედ იმას, რომ ერთ და იგივე ამბავზე არის საუბარი და ეს ამბავი რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იქ სასწაულებით თუ ასე შემდგომ, რომელიც არის აღწერილი, საბოლოოდ ერთ რამეში თანხმობაში მოდიან. ეს არის ჯვარცმა და აღდგომა და ამაღლება ქრისტე მაცხოვრისა, ასე რომ მთავარი არსი, შინაარსი, საითკენაც მივყავართ ჩვენ სახარებას, ბოლოში ყოველთვის ესე ერთი იმით იკვრება, ერთი ამ შინაარსით და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია წმინდაწერილის კითხვა და რაც შეეხება მის ავთენტურობას, ჩვენ ამისი ძალიან ბევრი საფუძვი გაგვაჩნია. ძალიან დიდი მადლობა. კახაბერ კითხვები კიდევ ძალიან ბევრი მაქვს, თუმცა შემდეგ გადაცემებში ჩავშალოთ. ძალიან ვფიქრობ, რომ საინტერესო დიალოგი გამოგვივიდა. მადლობა ღმერთს თუ ასე მოხდა. ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა, მე ერთი კვირით გემშვიდობებით ნახვამდის.